დილა მშვიდობის. როგორ ხართ ჩემო სიხარულებო, ძალიან მომენატრეთ და არ ვიცი როგორი სიტყვებით მოვიდი, როგორ მოგეფიროთ. როგორ ხართ, ხომ ხართ კარგად ყველა? იმედი მაქვს, რომ ყველა ხართ ძალიან კარგად. მე დღეს ვისვენებ, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე უკვე სახლში. ესეთია ხოლმე დასვენების დღე. და თმებიც, რა ვიცი, რაღაცნაირად დავიყენე, ვახერხებ, აი ესე. ეს არის ჩემი გასწორებული ხმა. ძალიან სქელი თმამე და ამიტომ ვახერხებ, რომ მე თვითონ ესე ვესავარცხლით დავიყენო კარი, რომელიც არის რთული მოსავლელი, გოგოებო, ძალიან რთული მოსავლელია კარი. დღეს გვინდა გავიდეთ, რადგან დასვენების დღე მაქვს და ცოტა მართლა დავისვენო, ბუნებაში გავიდეთ და გიეს ველოდები. მოვიდეს და საკეპაკ გაგუპანოს. ეს არის ჰაილაითერი. ესე და ცოტა თვალებს. ესე უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან ბევრი კომენტარი მომივიდა გოგოებო, თმები რომ შევიჭერი და მომწერეთ რომ მიხდება. და ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის. არის კენთ თავიდან ტუჩზე არ ვიცი პილინგის ეფექტიც აქვს ალბათ და მე კეცლებოდა ხოლმე ტუჩი თავიდან მოვისმენდი ეხლა ავა დავლიე მე უკვე დილით. ესეც ჩემი მაკიაჟი. ძალიან სუბუქად, იმიტომ რომ ისეთ ადგილას მივდივარ ახლა ბუნებაში. ზოგი ამას არ გაიკეთებდა, მაგრამ არა უშავს. უბრალოდ ჰაილაითერი წავში ცოტა. რაც შეეხება ჩემს სამსახურს გოგოებო, მომწონს
არ ვიღლები ძალიან, ისე არ ვიღლები, როგორც მაგალითად ორნავიტში ვიღლებოდი და გვირილაში ეს არის და არ ვიცი ძალიან მძიმე და რთული სამუშაოებია. ქსელურ მაღაზიებში ვინც მუშაობს, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა მათ სულ ვეფერები გოგოებს, რომ შევდივარ და ვყიდულობ და თვალებითაც კი ვეფერები ხოლმე, იმიტომ რომ ვიცი იქ რაც ხდება. ძიმე შრომა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ყველაფერი უნდა მოასწრო, ყველაფერი უნდა გააკეთო და ჯდომის უფლებაც არ გაქვს. ჩემი სამსახური არის ბევრად უკეთესი. ეხლა დაველოდები გიას, გავალთ, ვიყიდით ცოტა რაღაცებს, არ ვიცი, ძალიან ცოტას ხაჭაპური ალბათ ბავშვებს რომ ვიყიდოთ, რომ შევისვენოთ იქ და რაღაცა შეჭამონ, ლობიანი, წვენი, ხილი, ყავას გავაკეთებთ და თერმოში ჩავასხავ და წავალთ და დღეს დავისვენებ. აი რაღაცნაირად არ ვიღლები დიდად, მაგრამ ერთი და იგივე სიტუაციაში ყოფნა, ერთი და იგივე გარემოში ყოფნა და ჯდომა ღლის ადამიანს. ესეც ღლის. ამიტომ განტვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია გოგოებო და მივეცდები ხოლმე, რომ ჩემი დასვენების დღე როცა იქნება, აუცილებლად გავიდე. ველოდები ახლა გამოვიდე შვენეზოში. ჯერ შვენი ლუჯაც მოდის. ლუჯა ძალიან მიყვარს. ახეთ ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიყვარული. ფრესკოში მოვედით ახლა და მათ ეს რაღაცა უნდა ავიღო ჭამოს. აბა აირჩიე რა გინდა? ფრი გინდა? ესეც გემრიელი ჩანს. გინდა? კაი აიღებ? ეს ავიღოთ და ცეზარი. რატო უყართ და გზა რო შეიმოკლონ მაგითო? მერე შეიმოკლა. რა დაიქცენ უკვე. ეხლა საცხობში მივდივართ ორნაბიჯში და მერე წავალთ. და ისინი უნდა ამოვალაგო, რომ არ ჩამიცომდეს პარკში. გოგოებოდა ვფიქრობ, ნახეთ როგორ არის გზა, გაფუჭებული როგორ ეს არის.
მოვედით გია. თისკი. ეს პაპია. მოვედით. არა, ჯერ არ. პაპია. მიცერი რამდენი? 5 კილომეტრამდე, 4 კილომეტრი ნახევარი. დარჩენილი ხო? ეს გზა. მეტრობა აი მხეობაშია. მამა ეს გზა ეხლა ეს მონაკვეთი საშიში ავალოსთვის არა. კარგი ვირო თუ ყავს ამას. თორმუზები ქონდეს თავი. წარმოიდგინე. კიდევ უკვე საინტერესოა დელაპა. წარმოიდგინე ძველველოსი გადავა. ეს ხეები თვითონ იყო. ბუნებრივად არის გაზრდილი. გეგონება ზუსტად ლამაზესი. გზისთვის რო იყოს. კონსტედი მოგწონს მათ. ამაზია ხო ველოთი ხო წამოხვიდოდი ისე. მე არა. რატო? იქა მოტოციკლით წამოვიდო და არა ნიკა. ძალიან ლამაზი ხეობა მომეწონა. წავაგავს ხო ატენის ხეობას კი? თებით მოგრაგავს. კლდოვანია და არა ჩვენთან მდინარეც არის აქ არ ვიცი. აქ მდინარე. ის ვორგანის მდინარე. არ ვიცი. საკეიბო ბაცხებია. ძენ რო ჩამოდიან ეთქობა. ხო. სალოცავიდან და საკიდან მომდინეს. გადაბურდის ისე იყო ხელი. იქ პროფანი ადგილზე არის. მამა, ბურთის ბუნებაში მირჩევნია რა, სიწყნარეში მირჩევნია. მამა, ხელი. ეხლა არავინ არ არის. რამდენი ბაცხებია ხედავში. ცხელი. აი ეხლა ესე ავდივართ, აი. აქ ის არა. კაცი ხობა ქირავები, ქირავდება. ყველაფერი ქირავდა. ეს რაღაც დღესასწაულია ეთქობა მაგას. პატრონებია. ძალიან აქებია. კითონის მოდელიც ძალიან მაგარი ყოფილა. ძალიან უყვარდა. მონასტერი ძალიან კარგია და რაღაც. ხოთ. ნახოჯორია. ვერ გადმოსცემს ესე რა სილამაზეც არის. ვერა. შეიძლება დიდ ტელევიზორში ვიცი. ძალიან დიდი სიმშვიდეა და ძალიან სილამაზე. დიდი სილამაზე. ფსიქიკას როგორ ამშვიდებს ხო? სიმწვანეც ამშვიდებს. არ გაშფოთებს აი. იმდენად სიმშვიდეს საკურის ეს ყველაფერი. ძალიან აღლის ადამიანს ქალაქი და ქაოსი. მithumetes თბილისი. ეხა გორშიც გვიცხოვია და ვიცით ხო. თბილისი ძალიან ხმაურია ქალაქი. რა სიტყვია ხო ეგრე? ხმაურიანი. ხმაურიანი. შენებლობა. ყველ გამშენებლობა. ყველა ფეხის ნაბიჯზე. პერფერატორები და დრელის ხო, ხმა, მტვერი, ძალიან დიდი მტვერი, როგორც არ უნდა გაწმიდო. სუტილო რო გეჭიროს. ხალხი მაინც არის ლორი. ვერ ველევით. საინტერესოა. ძალიან მიყვარს. ძალიან ლამაზია ხო მათი? გიასახში აღარ გამოყვები მგონი ისე მომეწონა. მე ძალიან მიყვარს მთა. ძალიან. 1 კილომეტრი გადაგიჭი. თი. დედაი.
რომ ეს ვიდეო თქვენს მოგვით სიმშვიდეს ჩემო სიხარულებო აი ნახე რა სილამაზეა თუ და ეს ყველაფერი ხო ძალიან ლამაზია დაბლოცევას გზაგავს ბილიკი და აუ გადაირიგა და თითქოს ძალიან არა იქ და რომ წამოვართ წავიდეთ ჯერ ავიდეთ სურათებში რო მორეფონი ზუსტად ეგრეთ იგზაა, ხო? ესეთ ბანაკში გისვენებდი. რუსულად დუბოვაი რო შეგვია იგივე მოხნარის დღეს და აი ესეთ დღეში იყო ბანაკი. მთელი ბავშვობა ნიკა გაციებულია და მე მგონი გამოკეთდება გია. ნიკა ყველაფერს სამხარს როდის უთქებს დღეს გამოკეთდება. ჩვენ რა ყოფილიყავთ? მოვედით. მოვედით. დედა, უკან გამოი. უკან გამოი. შაქარია გზანა. სათვალეებიდან საერთოდ არ აჩანს კამერაზე რა არის. და ისე ფეხბურთელები აი. ესე გემრიელად გოგოებო რომ დიდი ხანია მეყავა არ დამბლებია. ძალიან გემრიელად დავლიე. სიმშვიდე. აქეთ წავიდეთ? აქეთ არ შეიძლება დე. აქეთ უნდა წავიდეთ. ხო, ვაიბოთ. აქეთ არ შეიძლება. მათე სურათებს იღებს გიაუღებს. აი თორე კარგია რომ წამოვედი. როგორ მიხარია.
ნახეთ როგორი კიბეებია. საყვარელი ლამაზი. მოვიდით. ახსარება ჩავაბარეთ გორში. ოვიდან ხო, მაგრამ მე ერთი ის არის. ეცოდინებათ ის ინტერნეტი დაპოპულარულია. ბავშვებს რომ ის რა ქვია ჯანსადგურის. როგორ გამოვიწყეთ? ხო. ერთ სიტყვით, მაგრამ თქვა რომ რაღაც წყალი უნდა გადაიგაისხათო, ლოცვითო, სახალხოთო. აი ვერ გავიგე რა. რაიმე რიტუალი ესაჭირო, რომ ჩვენ ყველას გადაექცევს ვიყო. გულის განწყობაა მთავარი და ის სიყვარული ისა რომ ყველას ეკლესიის ახლა თქვენ რო იყვას მოწვევი კარტი და თქვენ გონები კარტი და ხო ნათობის პროცესი ხო არა ნათლობას იყვას მოწვევი მაშინ და 20 წელიწად და მე და მოინახები ზეცდა სანთლებით ბაჩუკეს წმინდანთა ძვრის ძვრებია და ასევე შევიდეთ ერთი ხვაი აი აკლავს ინტერესო ხიდა სამჯოლია? სისინია ჩულობრო სამჯოლია мама? იქ ну геш თედედი არ გამოდიან ისე ვიქარიან რა არის მათი დაგია мама ეხლა ამოთხს რამდენი ადამიანი აქვს რამდენი ადამიანია ამოთახში ეს არის ადამიანი мама кудари კი არა თიხა დედასთვის არ შეიძლება მოდი ესეც ჩვენი ადგილი, სადაც გავჩერდით. სიმშვიდე და სიწყნარია. შედაგია. როგორ მოგწონს გია? იტოების ამალია თე. და მაგარი ხაერი ხო? ხო და არანაირი გამონაბურქი. სისუფთავე. აი რაღაცები ყრია, მაგრამ
არ ითვლება რომ ეს არის ნაგავი ან დაბიძურებული. ხო? ციცვი, ფოთოლი, ირჩი, სულ არ არასწორად ნაგვის დაბეჭდილია. ეს არის სალამაზი. ესე იგი 10-ოდიც კი ის არის, ლამაზია. ერთი შექმნას. და ქარიანი დღე კი არის, ძალიან ქარიანი დღე არის და აქაც ეს კი ვერ აჩერებს, ისეთი მაგარი ხარ. ვერა ხო, აქაც იგრძნობა და უფრო კუდროა საერთოდ, და ახაც მაგარი. ბავშვებს ცოტა ვაჭამეთ, ეხლა ცოტა ხანი გავჩერდებით გოგოებო, ბიჭებო და წავალთ. ვიფიქრე რომ ხშირად შეიძლება ხოლმე ამოსვლა, იმიტომ რომ შორს არ არის. გოგია. ძალიან მაგრა გულით მინდოდა, რამდენი ხანია ვამბობ ავიდეთ. ძალიან ლამაზია და ძალიან კურთხეული ადგილია მართლა. მაგრამ მომიწონდა. ავიდეთ. ეს მაგლა გადაიქეობა ის რო არა, გზის თავზე შენ მარტო გზასიდე ბჟანდა. თვითონ აი ეს უნდა გადაიღო, აი. აი როგორი ლამაზია. ვილი ტყე. ბუნებრივი. აი კიდეც ლამაზია, თორე გილი კი ჩადის. საკეიფო ადგილებიც არის, მაგრამ ისეთი მაგარი ქარია, რომ მოდი მათე, მოდი. ხილათ ამოდი. ხილათ ამოდი მეთქი, ეგითხარი. სად უნდა წახვიდე, არ უნდა. წასვლა არ უნდათ. ლურჯა გიწევს. ბრუნდებით სახლში და მათი გვაცინებს. ციტელამ გაგვიძლო კარგახანიო და ეხლა ლურჯა გვიძლებს. ეხლა ლურჯა გვასეირნებს. არა, ლურჯა წითელაშვილი. აბა როგორ თქვი? ლურჯა წითელაშვილიო. ხო. იმიტომ რომ წითელა ბებერია. დაბერდა და მაინც საქმიანობს კასპში. არა დედი. რამდენი ხანი გაძლევს 10 საუკუნე. კიდე გაძლევს. მაგიდები. ესე იგი, წარწერებია რომ მონასტრიდან 4 კილომეტრშიო გაშალეთ სუფრა. საზეიმო სუფრა. ხო, რო ხმა და ის აი აქეთ. ხო, აქეთ. აი აქედან იწყება უკვე რაღაც მაგი. ხმა რო არ იყოს ხო გია ხმაური. აი აქ არის ფაცხები. ლაპარაკი რა, მაგრა უყვართ იქაე. წავედით ახლა თბილისისკენ გავუდექით გზას. რა მაგარი ქარია ხედავ. ნამცხვარი ვიყიდე, დოლჩევი. მათი არ გინდა ნამცხვარი დედი? კიდე კარგი, ხოლმე დავკეტე ყველა ფანჯარა და ეს. რა
არა საერთო, ყველა ერთნაირია. ესენი მიყვარს, ეს იყიდე? შენ გიყვარს ხო? ჩემთვის იყიდე? მიდი თებში მოიტანი და გეპნევ. არა დამეპნე. გემრიელია? გითხარი აბა. ო, კაი.